ვაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას. გუშინ საღამოს გაიმართა, კვირადღე იყო და გაიმართა მესამე ტური იმ დიდი მეგაპროექტისა, რომელსაც ქვია ხალხური. ამან კიდევ ახალი გამარჯვებულები წარმოგვიდგინა, მაგრამ მოდით ჯერ თვითონ ამის ავკარგიანობაზე ვილაპარაკოთ. ჭყალებში რა თქმა უნდა ავკარგიანობა. ეს არის მართლა საოცარი პროექტი, რომელმაც მიაჯაჭვა ჩვენი მაყურებელი ეკრანს. ხალხის სულმოუთქმელად ელოდება კვირა დღის დადგომას, რათა იხილოს ახალი გამარჯვებულები და გაეცნონ ახალ მე რა მინდა ახლა მეგობრებო გითხრათ, გავიხსენე მინდა პირველი ხალხური შემოქმედების საღამოები, როდესაც დაიწყო ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა. მაშინ გამოგზანდა ბატონი იოსებ ნონიშვილი და ესეთი ფანტასტიკური რამე თქვა ჩემ ბავშვობაშიო, როდესაც რთველი მორჩებოდაო, პატარა ბავშვებს შეგვიშვებდნენო, მერე უკვე რომ აი რაღაცები დარჩენილი რო იყო ვენახშიო, ისინი დაგვეკრიფაო. და თურმე აღმოჩნდა პატარ-პატარა რაღაცები კი არა დასაკრეფი, უამრავია ჯერ კიდევ დასაკრეფი და აი ამ საქმეს ემსახურება ზუსტად ხალხური. ამასთან დაკავშირებით მე მინდა მოვიწვიო და დაუთმო ეთერი ჩვენს არაჩვეულებრივ ლეგენდა ქორეოგრაფს და მოცეკვავეს ბატონ ომარ ხუბაევს. თხოვთ მოგზავნით ბატონო ომარ. მოგზავნით. დილავშიდობისა. როგორ გზანდებით? დიდი პატივია ჩვენთვის. წლები თქვენზე არ მოქმედებს ბატონო ომარ. ვცდილობთ. მე რაც თავი მახსოვს. გამოგდით. მე რაც თავი მახსოვს და ვიცოდით ცეკვის მეც პატარა წილდაყარი ვარ ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს სახელი და გვარი ყოველთვის აი ესე ბრენდულად ისმოდა. და ორიოდე სიტყვით თუ ნებას მომცემთ კოლეგებო, გეტყვით ცეკვა ოსურს ორი დიდი შემსრულებელი ყავდა, ბევრი შემსრულებელი ყავდა, მაგრამ ეს იყვნენ ბატონი თენგის სუხიშვილი და ბატონი ომარ ხუბაევი, რომლებიც ამშვენებდნენ სუხიშვილებს. ეხლა რაში მდგომარეობს, მე რატომღაც ასე მგონია ბატონო ომარ, ეს საიდუმლო. ადბენდეთ როგორც ექიმს ანატომიურად ტერფი ისე არის აგებული, რომ როდესაც დგებით წერებზე, წვივის და ტერფის ურთიერთგაბადებმა სიმძიმის ზალით ხრის ამას. ხრის და ძალაუნებურად. აი ბატონ ომარს და ბატონ თენგის ისეთი წვივის და აგებულება ქონდა, რომ ეს ერთ ხაზზე ჩანდა და ამიტომ იყო საოცარი თქვენს მიერ შესრულებული ეს ცეკვები და მინდა კიდევ ახტოვანება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რითაც დაიწყო და თქვენს მიერ წარმოდგენილი ეს ქორეოგრაფიული ნომერი, როდესაც სამი წეროსანი მე პირველად ერთად ვნახე. ახლა დავიწყოთ თქვენი აზრი აი ამ ხალხურთან დაკავშირებით. ნუ ეს ძალიან კარგი პროექტია, მე შტაბეჟილებით ვარ, კარგი რა თქმა უნდა. გამოვლინდა ეს კოლექტივები, რომლებიც აქამდე არ ვიცოდით, ბევრი კოლექტივი. და ჟიურიმაც ჟიურიში იჯექით და რამდენად რთულია დავუშვათ როგორც ჟიურის წევრმა უყურო ამ ყველაფერს და არჩეულებრივმა მაყურებელმა მაგალითად. ახლა ჟიურის წევრობა უფრო პასუხისმგებლობა არის, რომ არ შეგეშალოს შეფასებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ერთია რომ სახლში უყურებ, ან შორიდან უყურებ, ან ტელევიზიაში უყურებ, მეორეა კიდევ რომ შენ უნდა შეაფასო ესა თუ ეს კოლექტივი და მეტი პასუხისმგებლობა მეტი. ძალიან საინტერესო არის, აი თქვენ იყავით ჟიურში და თუ აღმოაჩინეთ თქვენთვის აქამდე უცნობი ქორეოგრაფიული ნიმუშები ან ნაწარმოებები და აი რა იყო ხალხურიდან თქვენთვის ესეთი ყველაზე დიდი აღმოჩენა? ჩემთვის მაგალითად იყო ბორჯომის გუნდი, იყო სიმღერის გუნდი, რომელმაც წარმოადგენს ერთი სიმღერა ჭონა. ეს მე ბევრი ვარიანტები მომისმენია, მაგრამ აი ესეთი ვარიანტი როგორც წარმოადგენს, ხო, ბორჯომის გუნდმა ძალიან მომეწონა, აკადემიურად იყო, ძალიან კარგი ვარიანტი ამ ჭონის ამ ხალხური შემოქმედება არის ეს. ცეკვაში? ერთი ცეკვაში კიდევ მე ეჭვიც არ ვიპარება, რომ აი აჭარა არის ცეკვის სამშობლო, ცეკვის და აი ეს მოხუცები რო გამოვიდა და რო იცეკვეს, ეს იყო
რაღაცა სხვა მოძრაობები მანამდე ვიცოდი, მანამდე აჭარაში ძალიან კონტაქტი მქონდა ხოლმე ადრე მეგობრები ბევრი მყავდა და აი ეს ვიცი ეს ხალხური შემოქმედება, მათი ხალხური შემოქმედება. აი ყველა ინდივიდი რომელიც ცეკვავს ერთმანეთს არ გვადან, ყველა თავისას ცეკვავს. და აი გონია რომ დიდ მოძრაობებს არ აკეთებს, მაგრამ აი იმ ხასიათში, იმ ხასიათს წარმოადგენს თავის კულტურას. და ეს ძალიან საინტერესოა. აი გუშინ მაგალითად 8 მონაწილე იყო წარმოდგენილი, საიდანაც 4 აირჩიეს ჟურიმ. და რომ ვუყურებდი ამ პროექტს, ისეთი რთულია ამ თვითმყოფადი მართლა რაღაცა მარგალიტებიდან ამორჩევა იმ დავუშვათ იმ 8-დან კიდე 4-ის და ისიც რა მაინტერესებს თქვენი აზრით აი ყველაზე დიდი მნიშვნელობა რა აქვს ამ პროექტს აი ეროვნული მნიშვნელობით რო შევხედოთ აი უფრო მასშტაბურად აი რისთვის არის ეს პროექტი ყველაზე ეს ალბათ ზოგი მანამდე ცუცნობი კოლექტივები აი მაგალითად ის სვანების ოჯახი რომ იყო ძალიან დიდი შაბეჟელება დატოვა მე ქალს მიყავს ეს იშვიათია რომ სვანდური სიმღერა ეს ფერხული სვანდური და ქალს მიყავს თან მთელი ოჯახი იყო და ეს აბსოლუტურად გეტყვით სხვადასხვა ზუზუ მე მინდა შეგაწყვეტინოთ უკაცრავად და მინდა ჩვენს მაყურებელს ვინც გვიანობამდე ვერ უყურა ან შემდეგი კოლექტივები გავიდა ეს იყო ფერხისა ბედინერა შგარიდა და შემოქმედი არაჩვეულებრივი ანსამბლები გავიდნენ შემდეგ ტურში მაგრამ ისევ და ისევ ყოფილი ჟიურისებს ბატონ ომარს მინდა ჩემი გულის ტკივილი და ასე ვთქვათ თანაგრძნობა გამოუცხადო მე ვხედავდი თქვენ რა დღეში იყავით იმიტომ რომ ფანტასტიკური კოლექტივები იყვნენ და ნამდვილად არ ვისურვებდი ჟიურიში ყოფნას და ძნელია მე შეფასება ყველა ღირსი იყო გასული იმაში ფინალში, მაგრამ 4 ამოვარჩიეთ და რთულია ჟიურისთვის ძალიან. ზოგადად ქართულ ქორეოგრაფიაზე გვაინტერესებს თქვენი აზრი. ეს ყველაფერი ას ჩვენამდე მოვიდა, ალბათ ისევ და ისევ ოჯახებში მამიდან შვილზე, შვილიდან შვილიშვილზე გადასული თითოეული ილეთი და მოძრაობა. აი თქვენთვის როგორც ქორეოგრაფისტვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რაც მიდის აი ესე გაფანტული მარგალიტების შეკრება. აი ახლა დღეს ქორეოგრაფია ძალიან წინ წავიდა. ძალიან. ესე იგი რაც იყო, იზრდება და იზრდება უფრო შემოქმედებით თვალსაზრისით. მე მაინც ისე აჭარაზე აი გავჩერდები. ესე იგი თითოეული მოცეკვავე რომელიც ცეკვავს, ხო? თავისი ხასიათში ცეკვავს. ის განუმეორებელი არ გავს, მეორეს არ გავს. აი დღეს აჭარული ცეკვა ჩვენ ავიყვანეთ აი ძალიან კლასიკამდე რა. ძალიან ლამაზი ცეკვაა და ძალიან სიმღერასაისაც მეთუმედეს. მაგრამ აი იმას მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვუყურებ იმ მოხუცებს იმ ხალხურობიდან რაც არის წამოსული რაც ჯერ დაუშვათ არ არის აი ესეთი აი ხშირად ვერ ვუყურებთ ამათ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვეძლება ამის საშუალება და აი ეს პროექტი იმიტომ არის კარგი და იმიტომ თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა რომ ჩასულიყავით რეგიონებში და გენახათ კი როგორ არა აჭარაში ისევ აჭარასება. იმიტომ რომ ეტყობა აჭარამ რაღაც განსაკუთრებული შტაბ-ეტირება მოაწყდა. ჩვენი ამდენი კუთხე გვაქვს ჩვენ და ყველას თავის ხასიათი აქვს, ყველას თავისი ტემპერამენტი. ყველაფერი და მე მახსოვს როცა კონცერტები ქონდა ხოლმე აჭარაში, ნუ მთელი აჭარა ცეკვავს და მღერის ძალიან მუსიკალური ხალხია აჭარაში. და მე იმის შემდეგ იყო ხოლმე საღამოები, ოჯახებშიც იყო, ბანკეტებიც იყო და ეს მოხუცები რომ ცეკვავდნენ, ხო? აი ხლა აჭარული დღეს როგორც აი ფერდოს სულაბერიძე რო ცეკვავს, ხლა აპეც კიდებული რო ცეკვავს, ხო? ესე არ იყო იქ.
იქ დაბლა ჩამჯდარი თითქოს არაფერს არ აკეთებს, მაგრამ რო შეხედავ, ხო? ამ მუსიკასთან ერთად როგორ იხდეს ამ მოძრაობას, არაფერს არ აკეთებს, მაგრამ განუმეორე ვერ გააკეთებს შენებას. იმას მოძრაობებს გააკეთებ, მაგრამ იმ ხასიათში ვერ გააკეთებ. ეს საინტერესოა. ნამდვილად და ამისი დაჭერა და ამისი შეფასება კიდევ ერთი ბედნიერებაა და რამდენ გასახარია რომ ესეთ პროფესიონალებს ეძლევათ დაუშვათ ამ შესანიშნავი მართლა კონკურსანტების და განსაკუთრებული მარგალიტების ესე ვთქვათ შეფასება და ამორჩევა. გუშინდელი საღამო კლავ მინდა რომ გავიხსენო. პირველ ტურში აი რაღაცა ჩემთვის აი ესეთი რაღაც განსაკუთრებული ესეთი ფეერვერკი იყო, აი ეს უსინათლო ბიჭი, რომელიც მე ჩვენთან სტუმრად იყო მოსული და ისეთი გამართული ქართულით საუბრობდა და ისე საუბრობდა, რომ აი მართლა აღმოჩენაა ჩემთვის ამ პროექტის სახელს და გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ შესანიშნავი შემსრულებელი. დიახ, მამედო. და მეორე ტურში, აი თქვენს ტურში, აი ესეთი გამოკვეთილი და უშოთ ფავორიტი ხო არ ყავთ ვინმე, ვინც ძალიან მოგეწონათ. მეორე ტურში? თქვა გაზმა აჭარელებზე ქონდა. აჭარელები კი. აჭარელები. შეიძლება ერთი შეკითხვა კიდევ და ახლა მოამბის დროც მოდის და მინდა მოვასწრო, იმიტომ რომ თქვენ ერთ-ერთი ავტორი ხართ იმ არაჩვეულებრივი ცეკვის ამ სახით ჩამოყალიბებაში, რასაც ცეკვა ოსური ქვია, სიმდა ქვია. ცერზე ცეკვა როდის შემოვიდა? როდის ჩაჯდა აი ამ ოსურ ცეკვაში? ეს ოდიდგანვე იყო? ოდიდგანვე არის, ეს ოდიდგანვე არის, მაგრამ ადრე ამდენს არ ცეკვავდნენ მაშინ, უცბად შეხტებოდნენ ცერზე ჩამოვიდოდა. ეხლა აი მაგალითად სიმში რომ არის ის დუეტი რომ არის, ხო? დუეტი, ამას თანგის სოხიშვილი ცეკვავდა და მე ვცეკვავდი. გიხდება ძალიან დიდ ხანს ცეკვა. სცენას გააჩნია, რა დიდი სცენაზე როცა ცეკვა, უფრო აი წრეზე რომ მიდიხარ, უფრო დიდი დრო უნდა ამას. და მე ამ მოძრაობებს გაკეთება, ხო? ცერითან არ უნდა ჩამოვარდეს, აბა არ უნდა დაიწიოს. სწორებ ზანე თქვენ ამ ყველას არ შეუძლია ცერზე ცეკვა. რატომ? აი თვითონ ფიზიოლოგიურად არ აქვს ეს პადიუმი ქვია მას, ხო? ეს არ აქვს და ეს თუ არ აქვს მაშინ ცერი არ არის ლამაზი. ისე ვერ დგას. უნდა იყოს ადონომარ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის, ამ საინტერესო საუბრისათვის. ჩვენ სამწუხაროდ დროში ვართ შეზღუდული. ეხლა მოამბის დროა. დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. იმედი გვაქვს რომ კვლავ შევხვდებით. დიდი მადლობა. მადლობა.